ჩვენთვის ახლაც კვლავაც რჩება თავარი საზრუნავი საკითხი, რომელიც გადაუჭრელია დღემდე მოხერხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ბოლო დღეებში ჩვენ არაერთი კომენტარი მოვისმინეთ, მათ შორის სამედიცინო პერსონალის მხრიდან, რომ გამოჯამრთელების რესურსი, მკურნალობის რესურსი თავიდან ბოლომდე არის ამოწურული და რაიმე სახის დადებითი დინამიკის შექმნაც კი შეუძლებელია, არათუ მისი შენარჩუნება შემდეგში. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი კვლავაც რჩება მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება სწრაფად საზღვარგარეთ გადაყვანა და შევედით უკვე კულმინაციურ ფაზაში, როდესაც მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ან მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა უნდა შეძლოს მორალურად, ზნეობრივად და ადამიანურად კონკრეტულმა მოსამართლემ ხელისუფლების დავალებით. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დღეს ყველას ადარდებს, ყველა კაცთმოყვარე საქართველოს მოქალაქეს და ბუნებრივია მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამ კაცმოდგარ სასამართლო პროცესების სადმით, თქვენ იცით, რომ შესაძლებელია რამდენიმე სასამართლო პროცესი ჩატარდეს და პარასკევ დღეს მაღალი ალბათობით ვერ ამოიწურება საქმის განხილვის პროცედურები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დღევანდელი დღე იყო ილუსტრაცია ერთობისა, იყო დემონსტრირება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ერთად-ერთი მაგიდის გარშემო დასხდომის უნარისა, რომელიც ამ პარტიაში ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში. ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა, ის დაესწრო დღევანდელ შეხვედრას, ვისაც არ ჰქონდა უბრალოდ ფიზიკური შესაძლებლობა ამა თუ იმ მიზეზის გამო დღეს ვერ გამოცხადებულიყო ამ შეხვედრაზე, ჩემი აზრით არ არის იმდენად პრობლემა, რამდენადაც მისი წარმომადგენლები იყვნენ ამ შეხვედრაზე და მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმდეს სამოქმედო გეგმა ერთმანეთთან და ვიყოთ კონსოლიდირებული მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული საკითხის გადაჭრის თაობაზე. 9 დეკემბერს, ვისაც აქვს შესაძლებლობა, ვისაც გულწრფელი წუხილი ამოძრავებს, ვფიქრობ, უნდა ყველა ვიყოთ იქ, სადაც ადამიანის სიცოცხლისთვის ვიბრძვით და ადამიანი მიხეილ სააკაშვილი ებრძვის პერსონალურად სიკვდილს. იქნება 9, იქნება შემდეგ 11 თუ 12 რომელ დღეებში და თარიღებში არ უნდა ჩაენიშნოს მომდევნო სასამართლო პროცესები, ყველას ვალი არის შეძლების დაგვარად გამოცხადდეს და ხარი დაუჭიროთ ამ ძალიან სამართლიან მოთხოვნას ჰუმანიტარული საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.